Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ საინტერესო ბიბლიური პასაჟების განხილვას და დღეს გვექნება ჩვენ ისევ საუბარი ათმცნებაზე. ფაქტობრივად ეს არის გაგრძელება იმ წინა თემისა, რომელსაც ჩვენ ვლაპარაკობდით. რამოდენიმე დღის უკან ვლაპარაკეთ ეს ყველაფერი. მაგრამ უშუალოდ სანამ დავიწყებთ ვიდეოს თემაზე საუბარს, ჩემი მოთხოვნა, ვინც ჩემი გამომწერები ხართ, მოიწონოთ, დააკომენტაროთ და გააზიაროთ. ასე ვინც ჩემი გამომწერები არ ახართ და პირველად წააწდეთ ამ ვიდეოს, გთხოვთ გამოგვიწეროთ ჩვენ, რადგან ჩვენ ძალიან საინტერესო ბიბლიურ თემებს განვიხილავთ. ასევე თუ ვისაც სულვილი გააქვთ, ჩვენი ფინანსურად ხარში დაგვიდგეთ, ამ ვიდეოს ქვევით იქნება ჩვენი ფინანსური რეკვიზიტები და შეგიძლიათ გადმოიწყოთ თანხები. თქვენც თუ ჩვენ კომპიუტერზე ვაგროვებთ ფულს, ასე რომ ღმერთმა ხელი მოგემართოთ ყველა სიკეთეში, რასაც თქვენ გადაწყვეტ გააკეთოთ. მაშასე დღევანდელი თემა ეს არის თორის საკვირაო თავი მიშპათი. ანუ იგივე რო თქვა პარაშა თორა მიშპათი. თორის საკვირაო თავია ესა. მიშპათი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა და 10 მცნების გაგრძელება. თუ წინა თავი იყო წინა საკვირაო თავი იყო იტრო, დღევანდელი საკვირაო თავი ეს არის მიშპათი. მიშპათი მითარგმნება როგორც მითითებები. წესები, მითითებები. ძალიან ბევრ სამწუხაროდ, ძალიან ცუდი და სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს რჯულზე და თორაზე. სამწუხაროდ, მათ რჯული გონია რაღაც კანონები და მეტი არაფერი. მაგრამ შემოგარგება თვითონ ივრითული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც რჯული, ივრითულად ეს არის თორა. თორა შემოგარგება ეს მარტო კანონები არა, ეს მოიცავს წესებს, მითითებებს, დადგენილებებს, წესებს და ბოლოს კანონებს. მაშ რა არის მიშპათი? მიშპათი ეს არის მითითებები. ანუ მითითებები, რომელიც ნიშნავს იურიდიული ტერმინი რო გამოვიყენოთ, სასამართლო პრეცედენტი. სასამართლო პრეცედენტი, რომელიც შეიძლება ცხოვრებაში შენ საერთოდ არ შეხვდეს ეს გარემოება, ეს მომენტი, მაგრამ აქ გაქვს როგორ მოიქცე. აქ არის მითითება პრინციპი, მთავარი პრინციპი, როგორ მოიქცე. და ეს პრინციპი გამომდინარეობს 10 მცნებიდან და მინდა ზუსტად 10 მცნების ამ პარალელზე დაგიდგინოთ თქვენ. რადგან 10 მცნება მოიცავს 3 ასპექტს, როდესაც ეს არის ღმერთის მსახურების კანონები, ეს არის სისხლის სამართლის კანონები და ეს არის სამოქალაქო კანონებიც. 10 მცნება ამას მოიცავს მთლიანად რო ვთქვა და შემდეგ გამოსვლის 21 თავი, საიდანაც იწყება მიშპათი, ეს არის თორის საკვირაო თავი, გამოსვლის 21 თავიდან გამოსვლის 24 თავის ჩათვლით, ეს არის ერთი თორის საკვირაო თავი და მასში მითითებული დადგენილებები, აი წესებს, რასაც ჩვენ ვკითხულობ, კანონებს, ხო? ეს არის მითითება, ეს არ ნიშნავს, რომ ბუკვალურად უნდა აასრულოთ თქვენ. არამედ ეს არის სასამართლო პრეცედენტი, რომელიც მიგვაცდებს პრინციპს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ და ეს არის ძალიან დაკავშირებული 10 მცნებასთან. ისეთი კავშირები აქვს, ამას რომ მე მინდა ეს დაგანახოთ, თქვენ რომ დაინახოთ, რომ 10 მცნება ეს არის ღვთაებრივი კონსტიტუცია, რასაც ქვია და შემდეგ არის მითითებები, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკაში გამოიყენო ეს ღვთაებრივი კონსტიტუცია. ძალიან მარტივია და ადვილი გასაგებია, როცა ჩვენ გვესმის სწორად ტერმინოლოგია. მაგალითად, სატაძრო სხვა შეწირვები, რომელსაც იყო, მათ კანონებს იცის სახიან ხუკა დადგენილებები. დადგენილებები შემოგარგებულ დადგენილებებს აქვს ერთი უნიკალური ფუნქცია, რომ ის არ არის მუდმივი. დადგენილებები ნიშნავს, რომ ის კანონები, რაც შეიქმნა, ის არის რაღაც მიზანს ემსახურება. როდესაც ეს მიზანი მიიღწევა, ის ავტომატურად ეს დადგენილები უქმდება. და სწორედ იესო ქრისტეს როდესაც ამბობს, რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ რჯულის მიზანი იყო იესო ქრისტე, ამას გულისხმობს. სატაძრო დადგენილებების მიზანი იყო იესო ქრისტე. რადგან სატაძრო დადგენილებები და მსახურება მიგვითითებდა ჩვენ იესო ქრისტეზე. მაგრამ 10 მცნება ეს არ არის დადგენილებები. მიშპათი ეს არ არის არც დადგენილი. მიშპათი ეს არის მითითება, 10 მცნება ეს არის ის კანონები, რომლებიც
გარემოებების მიუხედავად უცვლელი რჩება. ეს არის კონსტიტუცია. კონსტიტუცია არ იცვლება. მას ასე დავიწყოთ პარალელები, რომელიც მე მინდა დაგანახოთ, მე მთლიანად გამოსვლის წიგნის 21 წიგნს ვერ წაგიკითხავთ. ძალიან ბევრი მცნება ამ თავში შემოყვანილი, მაგრამ რამოდენიმეს ავარჩევებ თქვენ დაინახოთ პარალელები. გამოსვლის 21 თავის მე-12 მოხში. თუ ვინმე ცემით მოკლა კაცი უსათუოდ ისიც უნდა მოგდეს. ვინც ადამიანს მოიპაროს და გაყიდოს ან ხელში აღმოჩეს, სიკვდილით მოგდეს. თავისი მამისა და დედის მაწყევარი უსათუოდ უნდა მოგდეს. მოდი აგავჩერდე. აქ არის სამი კატეგორიის კანონი: მკვლელობაზე, ქურდობაზე და მშობლის უპატისხმობაზე. ეს არის მითითება, დადგენილება. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ადამიანი მკვლელია, როდესაც ადამიანი ქურდია და როდესაც ადამიანი მშობლებს პატივს არ ცემს. და ეს არის მითითება, როგორ უნდა მოიქცეს. ნახეთ, როგორ პარალელებია ეს იგივე ათმცნებასთან. არა კაცკლა, არა იპარო, პატივი ეცი დედასა, მამასა შენსა. ანუ აქ არის პარალელები ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარალელია და ხაზი ჩვენ გვესმოდეს. რომ შეიძლება ადამიანმა არავინ არ მოიპაროს, ადამიანი არ მოიპაროს, მაგრამ მოიპაროს სულ სხვა რამე. ხდებით როგორ უნდა ადამიანის გამტაცებელი, რომელიც კიდევ ფულის გამო იტაცებს, ისიც ძველ ისრაელში, ანუ ისრაელის კანონის მიხედვით, სიკვდილით ისჯებოდა, იმიტომ რომ ის ადამიანს ატყუებდა. საინტერესოა რა ეს ყველაფერი. მოდი გავნაგზავნოთ კიდევ. გამოსვლის 21 თავის მეორე მოხლე. თუ ებრაელი ყმას იყიდი, იყოს 6 წელი შენი მონა, მე-7 წელს კი გაათავისუფლე უსასყელოდ. თუ ებრაელ ყმას იყიდი, რაც შეიძლება ყმას იყიდი, ანუ მონას იყიდი. ჩვენ წარმოდგენა გვაქვს მონობაზე ის იქიდან გამომდინარე როგორი მონობაც იყო მონათლობულობა ქონდა რომის იმპერიას. როდესაც მონები იყო უფლებო. არა შემოგარგება ძველ ისრაელში მონები ხდებოდა ადამიანი, როდესაც ადამიანს ჰქონდა დიდი ვალები და მას არ შეეძლო ვალიც გადახდა. ამ დროს ის ადამიანი დგებოდა ამ მევალეს სამსახურში და 6 წელს მანძილზე ის ემსახურებოდა მას. მე-7 წელს მას უნდა გაენთავისუფლებია ეს ადამიანი ყოველგვარი ვალისაგან და ყოველგვარი დავალენებისაგან. ის უკვე თავისუფლებოდა. ანუ მონობა არ იყო მუდმივი ისრაელში შემოგარგება და ეს არ იყო უუფლებო ადამიანი. რას გაგონებთ მე-7 წელს განთავისუფლება? რა თქმა უნდა შაბათის მცნებას, მე-4 მცნება დაიცავი შაბათი დღე, 6 დღე იმუშავე, ხოლო მე-7 დღე დაისვენე. ეს არის პირდაპირ პროპორციული შაბათის მცნებასთან. ანუ შაბათის მცნების განმარტება არის ეს. მაგალითად, რომ თქვენ როგორ გამოიყენო შაბათის მცნება პრაქტიკაში. შეიძლება შენ პრაქტიკაში საერთოდ არ ყავდეს ადამიანი, მაგრამ ეს გასავლის ასეთ რამეს, თუ შენ მევალე ყავს, ადამიანს არ აქვს შენ და არ გაძლევს ფულს 6 წლამდე, მე-7 წელს შენ უნდა აპატიო მას მთლიანად. ეს თანამედროვეობაში რო გადმოვიტანოთ ჩვენ. თიმინა მცნება დაგანახოთ პარალელი ამ 10 მცნებასთან დაკავშირებით, ეს არის გამოსვლის წიგნის 23 თავის მე პირველი მოხლე. ცრუხმებს ნუ გაავრცელებ, ხელს ნუ მიცემ ბოროტებულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდო. თუ ამ კონცეფციის მოწმეს, ამ ცნების კონცეფციას ჩავღმავდით, ჩვენ დავინახავთ, რომ ის პირდაპირ პარალელურია, რომ არ იყო ცრუმოწმე შენი ძმის წინააღმდეგ. ანუ არ იყო ცრუმოწმე შენი ძმის წინააღმდეგ, არ ნიშნავს, რომ მაინდამაინც სასამართლოზე რაღაცა უნდა თქვა. ეს ნიშნავს, რომ მასზე ცუდი ხმები და ჭორები არ გაავრცელოა. ეს არის განმარტება ამ ცნებებს. ანუ თუ თქვენ გინდა 10 მცნება გაიგოთ თავის შინაარსობრივად, როგორ არის პრაქტიკაში გამოიყენება, უნდა წაიკითხოთ გამოსვლის 21 თავი და იქ დაინახავთ თქვენ ყველაფერს, თუ როგორ არის გარდაბული წითელი ხაზით ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია შემოკარგებო და მე ვცდილობ ძალიან მოკლედ დაგანახოთ ეს ყველაფერი, რადგანაც არ არის საშუალება, რომ ასე დიდი 1 საათიანი ლექცია ჩავწეროთ. იმედია ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და მერტი მოგვიმართავს ხელს ამ შემთხვევაში და გვექნება ჩვენი სტუდია, სადაც შეიძლება პირდაპირ ეთერში გავაკეთოთ და პირდაპირ ეთერში გავაკეთოთ ეს გაკვეთილები
ჩავატაროთ. ნუ ეს არის სამომავლო გეგმა. რამდენად გამოგვიეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ იყოს ბიზრათ ჰაშემ მისი უმეტესობა იყოს ყველაფერი. და კიდევ ერთი ადგილი მინდა წაგიკითხოთ, ეს არის ჩემი უსაყვარლესი ადგილი, რომ ღმერთის სიტყვა თავად რას ამბობს რჯულზე, ანუ თორაზე. მე გითხრათ, რომ თორა ეს არის სწავლება, შეგონება, მითითება და ბოლოს კანონი. ეს არის იესო ნავეზეს პირველი მერვე მოხლა, პირველი თავის მერვე მოხლა. საოცარ სიტყვებს ამბობს ღმერთი. და წაგიკითხავთ კიდევ პირველი ფსალმონის პირველ ორ ნოთს. და ნუ განმაშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ, დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მაშინ ჩაწერილს აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწი წარმატება სიკეთეს შენ გზაზე. ყოველივე მაშინ ჩაწერილს აღსასრულებლად, ეს არ ნიშნავს ბუკვალურად მისდიო ყველაფერს, არამედ იფიქრო თუ როგორ შეიძლება შენ ეს საქმე ან ეს მცნება პრაქტიკაში გამოიყენო და კონდეს პრაქტიკა, მინიშნება, როგორ გამოიყენო, ამას ნიშნავს ეს. და პირველი ფსალმონის პირველი მეორე მუხლი, ნახეთ და საოცარია. ნეტარია კაცი, რომელიც არ მიზევს უხდოდ შევაც სოდვათა გზას არ ადგას და არ ზის ავყეთა საკრებულოში. არამედ უფლის რჯულშია მისი სიამი და დღე და ღამე მის რჯულზე ფიქრობს. რჯულის კვლევისას თავად უფლის სიტყვა გარანტია, რომ ჩვენ ნეტარები, ანუ ბედნიერები ვიქნებით. და მეორე ჩვენ ყველა საქმეში წარმატება გვექნება. და ეს არის თქვენთვის გამოწვევა. ამაში შეგიძლიათ გამოცადოთ თქვენი თავები. თუ თქვენ დაიწყებთ რჯულის კვლევას, თქვენ გარანტირებულად გექნებათ, რომ თქვენ იქნებით ბედნიერი და წარმატება გექნებათ ყველა საქმეში. ეს არის გამოწვევა და თუ თქვენ ამ გამოწვევას მიიღებთ და შეასრულებთ, ძალიან კარგი იქნება. მაშასე დღევანდელი თემა ეს იყო, მინდა რომ დამენახებია პარალელები ათმცნებასა და მიშპათი მითითებებს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და იმედია მოგეწონათ. და ვისაც მოგწონთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ და ვისაც გინდათ რომ ფინანსურად დაგვიდგეთ, კი ბატონო, ამ ვიდეოს ქვემოთ იქნება პირველ კომენტარებში იქნება ჩვენი საბანკო რეგისტრი. მაშასე ილოცეთ ჩვენზე, გაგრძელება იქნება.